სამი გოჭის ამბავი. ერთ დღეში სამი პატარა გოჭი ცხოვრობდა. ისინი ძმები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ. პირველი გოჭი ძალიან მძინარა იყო. მას შრომა ეზარებოდა და გადაწყვიტა თავისი სახლი ჩალისგან აეშენებინა. მალე მას პატარა მყუდრო სახლი ჰქონდა. მეორე გოჭი ცოტა უფრო შრომის მოყვარე იყო. მან თავისი სახლის აშენება ტოტებისგან გადაწყვიტა. ამას მეტი ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ მაინც გაცილებით სწრაფად დასრულდა, ვიდრე მესამე გოჭის ჩანაფიქრი. მესამე გოჭი ყველაზე შრომის მოყვარე იყო. მან იცოდა, რომ აუცილებელი იყო გამძლე და მყარი სახლის აშენება. ამიტომაც ბევრი დრო და ძალისხმევა დასჭირდა აგურებისგან თავისი სახლის ასაშენებლად. ერთ დღეს ტყეში დიდი ბოროტი მგელი გამოჩნდა. მან ჯერ პატარა გოჭის ჩალის სახლი დაინახა და გაიფიქრა. აჰა, გემრიელი გოჭი მექნება სადილად. მგელმა კარზე დააკაკუნა და დაიძახა. პატარა გოჭო, შემომიშვი. მაგრამ პატარა გოჭი შეშინდა და უპასუხა. არა, არ შემოგიშვებ. გაბრაზებულმა მგელმა სახლს სული უბერა და დაანგრია. პატარა გოჭი სწრაფად გაიქცა და მეორე გოჭის ტოტებისგან აშენებულ სახლს შეაფარა თავი. მგელი უკან დაედევნა, მეორე გოჭის სახლთან მივიდა და დაიძახა. პატარა გოჭებო, შემომიშვით. მაგრამ მეორე გოჭმაც შიშის მიუხედავად უარი უთხრა. არა, არ შემოგიშვებთ. მგელმა ტოტებისაგან აშენებულ სახლს უბერა სული, უბერა და ისიც დაანგრია. გოჭები სწრაფად გაექცნენ და მესამე გოჭის აგურებისგან აშენებულ სახლს შეაფარეს თავი. მგელს ძალიან უნდოდა გოჭების დაჭერა. აგურებისგან აშენებულ სახლთან მივიდა და დაიძახა. პატარა გოჭებო, შემომიშვით. მაგრამ მესამე გოჭი არ შეშინებულა. მან თავდაჯერებულად უპასუხა. არა, არ შემოგიშვებთ. განრისხებული მგელი უბერავდა სულს, უბერავდა, მაგრამ აგურებით აშენებული სახლი ვერ დაანგრია, რადგან ძალიან მყარი იყო. მგელი დანებდა, მშიერი და იმედგაცრუებული გაბრუნდა უკან. გოჭები კი უსაფრთხოდ იყვნენ აგურის სახლში და ბედნიერად ცხოვრობდნენ. იცოდნენ, რომ შრომა და გარჯა ყოველთვის ფასდება.